ქრისტიანულ სამყაროში წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედზე, რომელიც აზიის ლუკიის მხარის ერთ პატარა ქალაქ მირონის ეპისკოპოსი გახლდათ, საერთოდ არ არსებობს რაიმე წერილობითი დამადასტურებელი საბუთი. მიუხედავად ამისა, უფალმა იგი უდიდესი დიდებით აყავსო. არსებობს ბევრი გადმოცემა მისი გარდაცვალების შემდგომდროინდელ სასწაულებზე. მოწმობები ადამიანებისადმი მის დახმარებაზე, რომლებიც მას ლოცვებით მიმართავენ, ამოუწურავია დღესაც მთელ ქრისტიანულ სამყაროში. მართლმადიდებელი ეკლესია მისი ხსოვნის დღეებს მოციქულებთან ერთად ყოველ ხუთშაბათს აღნიშნავს. ასევე განსაკუთრებით აღინიშნება მისი ამ ქვეყნად გასვლის თარიღის 19 დეკემბერი. ასევე წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე აღინიშნება მისი წმინდა ნაწილების სამხრეთ იტალიის ქალაქ ბარში გადასვენების დღე, სადაც იგი დღესაც განისვენებს. წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებული წმინდანია. საერთოდ წმინდანი არის ყველაზე დიდი მოვლენა ალბათ ადამიანთა ცხოვრებაში, წმინდანის ყოფნა, რომელიც სულიერ რეალობას ამ ქვეყნის ცხოვრებაში განახორციელებს. წმინდანი ეს არის სახარების შესრულება, სახარების აღსრულება, სახარების გაცოცხლება. არაფერი არ ჭირდებათ ადამიანებს ისე, როგორც წმინდანის მაგალითი, რეალური სულიერი ცხოვრებასთან შეხება. წმინდა ნიკოლოზის ძალა იმაშიც მდგომარეობს, რომ არ მარტო მის ცხოვრებაში, მის ეპოქაში ის იყო მაგალითი, ის იყო წარუშელი კვალი ყველა ქრისტიანისათვის, არამედ მისი მიცვალების შემდეგ მას იგივე ძალა გააჩნია. იმიტომ რომ ამ ცხოვრებისეულ სიძნელეებში მისი სწრაფ შემწეობა ისევ ზრდის ადამიანში, ნდობას ღვთისადმი, სურვილს ღვთისმსახურების, თავგანწირვას უფლისთვის და ეს ყოველთვის შეიგრძნობა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. ამდენი საუკუნე გავიდა მისი ცხოვრებიდან და ის ისევ იძლევა მაგალითს ღვთისმსახურების, მოუკლებელი ლოცვის, მოწყალების ძალის. გავიხსენოთ ჩვენი წმინდა ბერის გაბრიელის ამბავი, რომელიც სწორედ ზღვაში დახჩობისგან იხსნა წმინდა ნიკოლოზმა და რომლის შესახებ თავად წმინდა ბერმა გადმოგვცა. საერთოდ კი წმინდა ნიკოლოზ განმანათლებს რაღაც განსაკუთრებული კავშირი აქვს წყლის სტიქიასთან. იგი სიცოცხლეშიც და აღსრულების შემდეგაც არაერთ გზის შეეწია ზღვაში განსაცდელში ყოფთ და დაიხსნა ისინი გარდაუვალი დაღუპვისგან. ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავსაც გიამბობთ. ერთხელ მომლოცველებს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა თაყვანისაცემად გემით რომ აპირებდნენ გამგზავრებას, ერთი ქალი მიუახლოვდა და სთხოვა წაეღოთ მისი ზეთიც წმინდა ნიკოლოზის ნაწილებთან დადგმულ კანდილში ჩასასხმელად. მგზავრებმა დაუეჭვებლად გამოართვეს ქალს ბოთლი და გზას გაუდგნენ. ისიც იყო ნაპირი თვალს მიეფარა და ამოვარდა ზღვაზე მოულოდნელად საშინელი ქარიშხალი. ტალღები ნაფოტივით ახეთქებდა ხომალდს აქეთ-იქით. სასოწარკვეთილმა ეკიპაჟმა ისიც იყო დააპირა ხომალდის ნაპირისაკენ მობრუნება, რომ უეცრად ყველა მიხილა, როგორ მიუახლოვდა ხომალდს ნავით თავად წმინდა ნიკოლოზი და დაუძახა. ახლავე გადააგდეთ ზღვაში იმ ქალის ბოთლი და ყველაფერი დაწყნარდებაო. მგზავრებაც მაშინვე გადაუძახეს ბოთლს ზღვაში და მოხდა საოცრება. ზღვაში ჩავარდნისთანავე ბოთლიდან ამოვარდა საშინელი ცეცხლის ალი. ჰაერი აუტანელმა სულმა აავსო. სხვიდა კი მდუღარი წყალმა ამოხეთქა. მომლოცველები შეშინებულები შესქეროდნენ ამას, მაგრამ მოესმათ ხმა ნავიდან. ახლა ნუღარ გეშინიათ, ეს ბოთლი ეშპაკვა შემოგატყუათ იმ ქალის სახით. მალე ყველაფერი დაწყნარდება. მერე ძალიან სწრაფად დაწყნარდა ზღვა, ზურგის ქარმაც დაუბერა და თვალის დახაფხამებაში დაუბრკოლებლად მიაცურა ხომალდი ლუკიის ნაპირზე. წმინდა ნიკოლოზ სხვა წმინდანებისაგან კიდევ სწრაფ შემწეობა გამოარჩევს. იგი ძალიან სწრაფად ეწევა გაჭირვებაში ჩავარდნილთ და ამიტომაც მას სწრაფ შემსმენელს უწოდებენ. სწორედ ამაზე გვიამბობს ქრისტეფორე მღვდლის ამბავიც. მღვდელი ქრისტეფორე ქალაქ მიტილენეში ცხოვრობდა. იგი ყოველთვის მიდიოდა წმინდანის ნაწილების თაყვანისაცემად. ერთხელაც კი ქალაქისკენ მიმავალს თავს დაესხეს მუსლიმები და ტყვე დაიყვანეს. დიდხანს აიძულებდნენ სარწმუნოების გამოცვლას, მაგრამ ვერაფრით ვერ დაითანხმეს, გადაწყვიტეს მოეკლათ და გადასცეს ჯალათს. მღვდელს წამდა, რომ თუ გულმხურვალედ ილოცებ და შეეწეოდა კიდეც წმინდა ნიკოლოზი. შენ ხომ სწრაფ შეეწევი ყველას წმინდა ნიკოლოზს, მიხსენე სიკვდილისაგან. და ლოცვისას გამოეცხადა წმინდანი, რომელმაც უთხრა, არ შეშინდე ქრისტეფორე, მე შეზგვერდით ვარ. დამართლაც როცა ჯალათმა ხმალი ასია თავის მოსაკვეთად, ხელიდან გაუვარდა და დაემსხვრა. ეს ღვძლის ჯადოქრობა ჩათვალა ჯალათმა და ახლა მეორე ხმალი გამოიტანა. მაგრამ ისიც ასწია თუ არა, თვალდახელშუა გაუქრა. ჯალათი გაოგნებული შეჰყურებდა ქრისტეფორეს, მან კი უთხრა:
თუ ვერ ხედავ წმინდა ნიკოლოს, რომელიც გაცდის ხვლებს ხელიდან, მერე გაოგნებულ ჯალათს უამბო წმინდანის ცხოვრებასა და სასწაულებზე. მეც მას ვევედრებოდი ახლა გადარჩენას და ხომ ხედავ როგორ შემეწია. მაშინ სთხოვა ჯალათმა მღვდელს, რომ მისი თავით შეევედრებინა წმინდანისათვის, ხოლო თავის მხრივ კი ყველა ტყვე გაათავისუფლა ფარულად. ასე შეეწევა წმინდა ნიკოლოზი ყველა ადამიანს დაუყოვნებლივ დაუგვიანებლად, ზოგჯერ კი სიცოცხლის უკანასკნელ წამებშიც. ჩვენ ვხიბლავს ყველაზე დიდი რამ, როგორ შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა ღმერთთან სიახლოვეს, როგორ შეიძლება მიაღწიოს განხრთობას, როგორ დააღწიოს თავი დაცემულობას, ცოდვიანობას, შეზღუდულობას, ურწმუნოებას, სულმოკლეობას, როგორ გახდეს ადამიანი ნამდვილი ქრისტიანი. აი უამრავი აი ესეთი მარგალიტი არის წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაში. ამიტომ რაც უფრო მეტი იქნება ადამიანის ლოცვა ვედრება წმინდანისადმი, რაც უფრო მეტი იქნება ჩაღრმავება აი ამ სარკეში, მის ცხოვრებაში, მით უფრო მეტი და სრული იქნება ადამიანის ქრისტიანული ცხოვრებაზე შედგომა. იმიტომ რომ ნამდვილი ქრისტიანობა არის ნამდვილი სასწაული, რომელიც აღესრულება სულიწმინდის მადლით და რომელიც აღესრულება წმინდანის შემწეობით. თუ კი განსაცდელში აღმოჩნდებით, შევავედროთ თავი ყოველთვის წმინდა ნიკოლოს სასწაულმოქმედს და ისიც დაუყოვნებლივ შეგვეწევა. წმინდაო დიდო მღვდელმთავარო და სასწაულმოქმედო ნიკოლოს, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.